17 დეკემბერი წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ეკლესია მონასტრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა მათ შორის გორში. ერთ-ერთი გადმოცემით წმინდა ბარბარე ფინიკიიდან იყო. ერთადერთ შვილს მამას ხრდიდა, რომელიც კერპთაყვანის მცემელი იყო. მას შემდეგ რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმე დღიანი წამების შემდეგ წმინდა ბარბარეს თავი მოჰკვეთეს. ბარბარობა საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. წმინდა ბავშვების ავადმყოფთა მკურნალად და მფარველად მიიჩნევენ. საქართველოში ბარბარობასთან დაკავშირებული არაერთი ხალხური რიტუალია. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ხსენებას წმინდა დიდმოწამე ქალწულის ბარბარესი. ასევე დღეს არის ხსენება ღირსი მამის იონე დამასკელის, რომელიც იწოდება ოქრო ნექტარად მართლმადიდებლური ეკლესიისა და განსაკუთრებით ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ დიდმოწამე ბარბარეზე, იმიტომ რომ ეს ტაძარი არის გორში, ქალაქ გორში უშუალოდ წმინდა მოწამე ბარბარეს სახელობის. განსაკუთრებული პატივი მიეგება ქართველი მორწმუნეებისგან ბარბარეს. ის ითვლება ქალწულების და ახალგაზრდების და ზოგადად ბავშვების მფარველ წმინდანად. ჩვენ ვიცით მისი ცხოვრება მეტნაკლებად. ის წარმართულ ოჯახში დაიბადა, მესამე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობს. წარმართი მამის მიერ იქნა აღზრდილი და თავისი გულწრფელი დამოკიდებულებით სამყაროს შემეცნების თვალსაზრისით ის მივიდა თვითონ იმ დასკვნამდე, რომ ეს სამყაროს მრავალფეროვნება და კანონზომიერება ზოგადად არ უნდა იყოს იმ უსულო კერპების მიერ შემოქმედი, შექმნილი უпроსწორად, რასაც ასწავლიდნენ წარმართი მასწავლებლები და რომ ერთი კონკრეტული შემოქმედი ღმერთი უნდა ყოფილიყო, ძლიერი ღმერთი ამ ყოველივე შემოქმედი და აქედან მიდის ამ დასკვნამდე მრავალი განსაცდელი მოეწია მას პირველ რიგში საკუთარი მამის მხრიდან ამ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის ძიების საკითხში და ბოლოს ის აღესრულა მოწამეობრივად, როგორც ჩვენ ვიცით. ჩვენი მრევლის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის მისი ცხოვრება და ამიტომ დეტალებში აღარ ჩავდივართ, რა თქმა უნდა. განსაკუთრებული წმინდანია, იმ სიმაღლეზე დგას, როგორც ჩვენთვის არის მაგალითად ეკატერინე დიდმოწამე, როგორც არის წმინდა გიორგი, როგორც არის წმინდა ნიკოლოზი. თან ახლა ახლოს არის ხსენებები ამ წმინდა მოწამეების და წმინდანების და ულოცავ ჩვენს ერს, ჩვენს მართლმადიდებელ მრევლს, ამ დიდი მოწამის ხსენებას, მისი ლოცვით და მეოხებით, მისი და ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს ჩვენი მრავალტანჯულიერი, განსაკუთრებით დღევანდელი ძნელბედობის ჟამს ღმერთმა დაამშვიდოს ეს ქვეყანა, დააწნაროს მათი მეოხებით და ძმათა შორის ურთიერთთა სათნოება და სიყვარული მოგმადლოს. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგახაროთ.